სასამართლო რომელიც აი ესე იღებდა ქთამს დამჯღრეულში სადღაც იჯდნენ ყველა ფულს იღებდა ყველა მიმართულებით აბსოლუტურად ყველგან ბანდიტები და ქურდები წყვეტდნენ საქმეები როგორ უნდა გადაწყვეტონ აი ასეთი იყო სასამართლო აი ასეთი და თუ ვინმე მეტყვის რომ 7 წელიწადში ასეთი სასამართლოდან ინგლისური სასამართლოს მიღება შეიძლება უსინდისო და მათო არა იქნება აი ხა ვინ დამიჩნდება და ვინც ამას მტკიცებას დამიწყებს საქართველოს სასამართლოს იდგა შესანიშნავ გზაზე ამ თვალსაზრისით უბრალოდ მას ჭირდებოდა ერთი რამ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება რაც მოხდა 12-ში სააკაშვილს და მის ხელისუფლებას რომელმაც აი ნაგდიდან ამოიყვანა ეს სასამართლო მას უკვე მეტი უნარი აღარ გააჩნდა ისინი ექცია ბრიტანელებად და ნორვეგიელებად შეუძლებელი იყო ესე ადამიანი მოწყობილი ეს ნაბიჯი ეს ესტაფეტა უნდა გადაებერებინა შემდეგ ხელისუფლებას რომელსაც წვლილი არ მიუძღოდა არც მოსამართლეების დანიშვნაში არც მოსამართლეებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნაში არც მათ განათლება არაფერში და საერთოდ ნაცნობობა და არაფერი არ ქონდა და მას უნდა გადაიყვანა სხვა ეტაპზე აი ეს არის სიმართლე ეს არის სიმართლე ეხლა მოდაშია უბრალოდ აი და ეს კონკრეტული მეც ასე მოდასაყოლილ იმათ მივიჩნევა პოზიციად შეცდომები ლოგიკურია რომ ადამიანმა უნდა თქვას და საღიაზე ახინა კარნახოვსკი რა თქმა უნდა იყოს არ ვიტყვი ამას არ ვამბობ იმიტომ რომ ჯერ ერთი ამისკენ არის უკიდურესი იძულება რომ ეს გათქმევინო და ესე თქვა ჯერ ერთი მინიმუმ ეს არის პირველი რის გამოც ამას არ ვიტყვი არასდროს და მეორე გულწრფელად ავთვლი რომ შესაძლებელი იყო ბევრი რამის უკეთ გაკეთება ვიდრე გაკეთდა ბატონო ჩემო გაეკეთებინათ ვინ უშლიდათ იქ არის ნუ ის კრიტიკოსები ჩვენ აქ იყვნენ ის 95-ში წარსულიდან 17-ში 18-ში ბოლო ადამიანის გადაცემები მოხდა 2005 წელს საქართველოში როცა უკვე რომ მოვედით ხელისუფლებაში პრაქტიკულად 1 წლის მერე კიდე გაიჩერებინათ ეს ადამიანის გადაცემები შეეწყვიტათ ადამიანების დაუთოვება შეეწყვიტათ ეს ყაჩაღობა და ბანდიტიზმი ვინ უშლიდათ როცა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება როცა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე დგას გაკეთება შედეგზე გასვლა არის უკიდურესად რთული იმიტომ რომ კარგად უნდა გესმოდეს რომ როგორც ასეთი რეფორმები როგორც ასეთი ეს არ ნიშნავს რომ 100%-იან მხურვალი მხარდაჭერას იწვევს საზოგადოების. აი თუნდაც აი უხეშად რო ვთქვა. ისეთი მასიური კორუფციის ალარმა, როგორც საქართველოში იყო. ხალხო იცით როგორი მასიური იყო ბავშვებო კორუფცია? აი როგორი მასიური. აი აბსოლუტურად ყველა ვინც სახელმწიფო აპარატში მუშაობდა, მინისტრიდან დაწყებული, აი საგზაო პოლიციელი ქუჩაში რო იდა, ყველა ქთამს იღებდა და მათ ქთამს აძლევდა თითქმის ყველა. რიგ შემთხვევაში ეს გამოძალვა იყო პირდაპირ მნიშვნელობით, რიგ შემთხვევაში ეს ორივე მხარეს აწყობდა. და ამას რო ერთი ხელის მოხსნით, თითქმის აქ რო თქვენ რას ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი ვინც გუშინ აი მაგალითად როინ მეტრეველი. ხო, აი იცით ეგეთი ადამიანი, აი როინ მეტრეველი, ხო იცით განაცინებზე ვიცინოდით კიდე. აი ეს კაცი რატომ უნდა იყოს ბედნიერი, რომ ჩვენ მას აუგზავნით სტუდენტების და ქთამის აღება. ან რატომ უნდა იყოს იმ შტერი, რომელიღაც დებილის მშობელი, რომელიც ფულით სვამდა თავის შვილს უნივერსიტეტში ბედნიერიანი. ამიტომ რეფორმები არ ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ ამას მოაქვს საზოგადოების კეთილგანწყობა. რეფორმებს ვინც ატარებს უპირველეს ყოვლისა, მას ესმის, რომ სადღაც რომელიღაც ეტაპზე ის საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერას კარგავს და მერე წლები შეიძლება დაჭერდეს იმას, რომ გაკეთებული საქმე ადეკვატურად შეფასდეს. ყოფილა. 7 ნოემბერი რა მოსადანია, შაშა რაც ნახეთ აგერ თბილისში. იმასთან შედარებით. და 7 ნოემბერი არ იყო სასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ არც ერთი ფაქტი არ არის სასიამოვნო, როცა ხელისუფლების ძალებს უწევთ კონფრონტაციაში შესვლა საკუთარ მოქალაქეებთან, მომიტინგეებთან, რა პოლიტიკური შეხედულების არ უნდა იყვნენ და რა მიზნითაც არ უნდა იყვნენ. ეს ცუდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო რაღაც ისეთი უბედურება, რომ არ იქა და უნდა და იმ 7 ნოემბერს სხვადასხვა მეორე თუ მესამე თუ რა ვიცი რაღაც დღეებში პრეზიდენტი გადადგა თანამდებობით. იმიტომ რომ ეს შეემთხვა ქართულ სახელმწიფოს, რომ ქართულ სახელმწიფოს მოუწია პოლიციური ძალით მოქალაქეების დარბევა, რაც კანონს მიღმა კი არ არის, უბრალოდ ცუდია.
ცუდია, იმიტომ რომ ისინი არიან როგორც პრეზიდენტისთვის, ისინი იყვნენ მისი ამომრჩევლები. შეიძლება სხვანაირად უყურებდნენ საკითხებს, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. როცა ძალის გამოყენება მოუწევს, პირველი მასშტაბური ძალის გამოყენება იყო. გადადგა. აი ახლა რაც მე აღწერე, ამაზე მეტი რა ვიცით. დახვრიტეს ვინმე ქუჩაში თუ რა მოხდა. ეს იყო პირველი ძალის ასეთი მასიური გამოყენება, რომელსაც ჰქონდა ბუნებრივია თავისი ხარვეზებიც. ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ჰქონდა სამწუხაროდ. ეს გეუბნებით ეგ არის ხელისუფლებიდან მოსვლის, ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციიდან მოსვლის მესამე წელი. და ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გქონდა, ჩვენ არ გყავდა ფრანგული პოლიცია ან გერმანული აქ. ჩვენ გყავდა ის რესურსი ადამიანური რაც გყავდა და რომლებსაც რაღაც უცებს სადმე სასწავლი ტრეინინგები არ გაუვლიათ. ხოდა დღეს რეალურად ხო მართლა კატასტროფა ხდება აქციებზე, როგორც არბევენ ახალგაზრდებს, არა მარტო ახალგაზრდებს, საერთოდ ანუ ხალხს, რასაც უშვებიან. ხო კატასტროფა, მაგრამ შენი აზრით რატომ ადარებენ მაინც 7 ნოემბერს? მეგობრებო, ეს რატო ადარებენ? აი რატო ადარებენ? აი 7 ნოემბერი როცა მოხდა. აი 7 ნოემბერი მოხდა 2007 წელს. დღეს არის 2025. ხო? შარშან ხდებოდა ეგ ბავშვებო, თქვენ რასაც ყვებით, ეგ უბედურება. შენ საერთოდ პატარა ბავშვი იყავი, ძალიან პატარა. შენ საერთოდ დაბადებული არ იყავი. აი თქვენ, აი საერთოდ რატო გაქვთ ეს, აი როგორ ხო ხდებით რომ ეს თქვენი დისკუსიის ნაწილი საერთოდ არ უნდა იყოს. ანუ სადაც მოაზროვნე ადამიანისთვის ეს არ უნდა იყოს თემა, იმიტომ რომ შენს თავს რაც ხდება ახლა, შენი თვალით რასაც ხედავ, ეს უნდა იყოს შენი თავარი პრობლემა. შენს დაბადებამდე ისტორიაში ქექვა არ არის ჩვეულებრივ მოქალაქის პირველი ინსტინქტი. არ არის ეგ. პროპაგანდის შედეგია ესეც სამწუხაროდ. ნუ გეუბნებიან რომ აი ჩვენ კი დაგარბიეთ, მაგრამ იქ ნაცებმა დაგარბიეს და ნუ ნაცებმა ჯერ ერთი ახლოსაც არ იყო. ძალიან ცუდია შედარება რო გვიწევს. ახლოსაც არის. სად ნახით 7 ნოემბერს რომ ისა მოქალაქეებს ხარებასავით ვიღაცა დაძლებდა და დედას აგინებდა. სად ნახეთ რომ სამარშრუტო ტაქსში თუ რაღაცაში ჩასმულ ადამიანებს ცემდნენ დედას აგინებდნენ. სად ნახეთ ვის შეემთხვა ეს? იყო გადაცდომები ცალკეული, მაგრამ აი სვაში წვეტია როცა ადარებენ, მაშინ სიმართლეც უნდა ითქვას. აი 7 ნოემბერი თუ რაღაცნაირად ამას შევადარეთ, ნუ საბავშვო ბავშვი იყო, ბაღი იყო ამათან შედარებით. და რა მოხდა? ანუ რა მოხდა რეალურად შეგიძლია რომ მოყვე? შემიძლია მოვყვე, როგორად შემიძლია მოვყვე. იყო ესე იგი რუსთაველზე აქცია 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბერს უკვე დამთავრდა და რამოდენიმე ადამიანი დარჩა ღამის თევით იქ რაღაცა და პროტესტის თავარი თემა რა იყო? გადავასრულებდა. სტარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რამოდენიმე ადამიანისგან იმ ტერიტორიის გაწმენდა. სტარი იყო ეს. და ამაზე რომ ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა და გაკვეთილი გამოიტანა ეთყობოდა შემდეგ აქციებზე რუსთაველი რომ თვეებით ხოდა უცნობს გადაკეტილი. ეს გახსოვთ? ანუ იქიდან გაკვეთილი გამოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა 7 ნოემბრისგან პოლიტიკური ფასი ეს პოლიტიკის ნაწილი იყო, ხო? პოლიტიკური ფასი უმაღლესი გადაიხადა, პრეზიდენტი გადადგა და ხალხს მისცა ხელახლა გადაწყვეტილების უფლება რიგგარეშე და მანდატი ხელახლა მიიღო. ისე კი არ გაუგრძელებია ქვეყნის მართვა. კი არ დაუწყია ყვირილი რომ საცემები იყვნენ და ცუდი მოხდა თქვა. და ამაზე გრძნო პასუხისგებლობას და ტოვებ პოს და ნიშნავ რიგგარეშე არჩევნებს. სხვა რამე იცით? აი სხვა რამე იცით? აი დღეს შარშანდელი მიტინგების მერე ყობახიძე რო გამოსულიყო თუ ვინც იყო რა ვიცი პრემიერ-მინისტრი და ბიძინასაც გადადგა რო ეთქვა რომ მეგობრებო ხო ცუდი იყო ეს რომ მოხდა ამიტომ მე ტოვებ პოს და ნიშნავ ხელახალ არჩევნებს. ხო ეს ხო საღი აზრის ფარგლებში მეტი რა უნდა გააკეთოს სიტყვაზე თუ ხელისუფლებაა. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს გააკეთა. აი ეს გააკეთა. და მანდატი რამდენიმე დღეში, ერთ თვეში თუ როგორც იყო არ მახსოვს, იანვარში უკვე ხელახლა მიიღო სააკაშვილმა. ხელახლა და ხალხმა მხარი ისევ დაუჭა, ასე მუშაობს დემოკრატია.